გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოკლედ, რაც შეეხება ობიექტებს თბილისში, დროებით ვერ ვახერხებთ იმ ობიექტებზე მისვლას. ჩვენთვის უკვე გასაგები მიზეზის გამო დაახლოებით 2 დღით გადაიწია ამ ყველაფერმა სამაგიეროდ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაუყოვნებლივ წამოსულიყავით ყვარელში. ძირითად საავადმყოფოს შენობაში. ოპერატორს თხოვ, რომ გადაიღოს. როგორც ხედავთ, ეხლა ჩვენ ვიყოფებით ყვარელში. ძირითად საავადმყოფოს შენობაში. პარანორმალი აქ ერთხელ უკვე იყო ჩამოსული, თუმცა გამოვიკვლიეთ ზედა პედიატრიული შენობა და ეგ სიუჟეტი უკვე გავუშვით. ეს დოკუმენტაცია ამოვიღეთ უკვე და გავუშვით და მაყურებელმა იცის ამ ყველაფრის შესახებ. დღეს ჩემი დამხმარე იქნება პარანორმალის ახალი წევრი სანდრა ხუციშვილი, რომელიც ძალიან მეხმარება გვერდში მიდგას. ამ ობიექტზე ჯერჯერობით არავინ არ ვიცით რა ხდება. თუმცა გადმოცემის თანახმად ჩვენმა პირველმა ჩამოსვლამ დაადასტურა ის, რომ ზედა შენობაში, პედიატრიის შენობაში არიან მოხეტიალე სულები, პირდაპირ გაგებით რო ვთქვათ, მაგრამ არ წარმოადგენენ არანაირ საშიშროებას და გადმოცემით პატარა ბავშვის ხმა რო ისმის, რომელიც სართულებს შორის დადის და ყვირის, კონკრეტულად ზუსტად ეს ტერიტორია ყვარლის საავადმყოფოა. თუმცა ჩვენმა პირველმა კვლევამ მსგავსი არაფერი დაადასტურა. ვიმეორებ, მსგავსი არაფერი დადასტურებულა. იმას არ გულისხმობ, რომ აი ეს ძირითადი შენობა, ეხლა სადაც ვართ, ეს არის ძირითადი საავადმყოფო ყვარელში. სწორედ მისი გამოკვლევა ვერ მოახერხა პარანორმალმა დროულად. და ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ და ჯგუფი პარანორმალი შეეცდება, რომ დღეს გამოვიკვლიოთ ძირითადი საავადმყოფო, რომელსაც პროჟექტურის სართულიც აქვს და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, გამოკვლევები სწორედ პროჟექტურიდან დაიწყება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ვეძებთ. პირველ რიგში ვეძებთ რას? ვეძებთ დამწვარ ტერიტორიას, სადაც პატარა ბავშვი დაიღუპა. ესე ვიცით გადმოცემით, რომ ხანძარი იყო ზუსტად ყვარლის საავადმყოფოში. პირველ შემთხვევაში პედიატრიულში ხანძარი არ დადასტურებულა და არც ბავშვის ყვირილი. თუმცა აი ამ ძირითად შენობაში რა იქნება, ამას ვერ გეტყვით, ამას უკვე გამოკვლევა გვიჩვენებს. ანუ ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის ის, რომ დავაკვირდეთ ძირითად საავადმყოფოში მოქმედებებს, თუ არის პარანორმალური ზონები მოვინიშნოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ ყურადღებით ვიყოთ, იმიტომ რომ საავადმყოფო ძალიან დიდია, 4 სართულიანი შენობაა და ჩვენ დრონით უკვე გაჩვენეთ ეს კადრები. მაშინ ჩვენი გადაგჩენია პირდაპირ დაველოდოთ უკვე დაღამებას და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. მაშასე პარანორმალი იწყებს ყვარლის საავადმყოფოს გამოკვლევას მთელი ღამის განმავლობაში. მეგობრებო, გახსოვთ გითხარით, ყვარლის ძირითად საავადმყოფოში დგას ძველი მიტოვებული ტექნიკა, კომუნისტების დროინდელი. ჩვენ ახლა სწორედ იქ ვიმყოფებით, სადაც ეს ტექნიკა დგას. ოპერატორს ვთხოვ, რომ გაჩერდოს. აი ეს საბჭოთა წარმოების მანქანებია და სწორედ იმ ეპოქაში შეგვახსენებს, როდესაც საავადმყოფო მუშამდგომარეობაში იყო. სწორედ ამ მანქანებით მოყავდათ ხალხი ძირითად საავადმყოფომდე. ვინაიდან შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ყვარელში, სწორედ ასეთი მაღალი გამავლობის მანქანები ჭირდებოდათ მათ, რათა ასულიყვნენ და ფიზიკურად მისულიყვნენ ყველგან. ასევე აქეთ დგას მანქანები. დასულ მდგომარეობაშია, როგორც ხედავთ, მაგრამ ისინი არსებობს და შემორჩენილია დღემდე. სანდრა, მოვწერე. ძალიან პირველ აქ შესასვლელია. აი ამ მდგომარეობაში არის ეს მანქანები დღეს.
ხედავთ ხო კაცი ჩანს ხო კარგად. კი. ესე იგი, ეს არის ავტოფარი, მოდი ასე ვთქვათ, ტექნიკის სადგომი ძირითადი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც დღეს გამოიყურება სწორედ აი ესე. აქედან არ ვიწყებთ დეტექტორებს არ ვამუშავებთ, აქ ვინაიდან ეს არ არის ზონა საძიებო, ვინაიდან წარმოადგენს ავტოფარებს მხოლოდ და რა თქმა უნდა აქ პარანორმალი არ გამოიყენებს თავის აპარატურას. უბრალოდ ეს სიუჟეტი იმისთვის, ვისაც აინტერესებს რა მდგომარეობაშია დღეს ყვავილის მიტოვებული საავადმყოფო დეტალებში. მაშასე კონსტიტუციაში ავტოფარები ძველი კომუნისტების დროინდელი ავტომანქანებით. ეთები სანდრო, გავთიშოთ კამერა. მეგობრებო, ესე იგი, როგორც გითხარით, ამ შენობას ძირითად საავადმყოფოს აქვს პროჟექტურა. და ჩვენ პროჟექტურაში ჩასასვლელი კიბეები უკვე ვიპოვეთ. აი ეს კონსტიტუციაშია. სწორედ აქედან ჩავავდეთ მიცვალებული პროჟექტურაში. პარანორმალი, როგორც შეგძებდით. რა თქმა უნდა, ყველაზე საყურადღებო ადგილი არის პროჟექტურა. და ეხლა გამოვიკვეთ პირველ რიგში პროჟექტურას და ვნახოთ რა მდგომარეობაა პროჟექტურაში ამ დროისთვის. პირველი საათი უკვე შესრულდა და ჩვენ ვიწყებთ გამოკვლევას. სანდრო, მომყევი? მოყვები? დეტექტორები ჩავთვლით. კი ბატონო. ტემპერატურა დავაფიქსიროთ მოდი. სულ ცენტრალურ სვერვაჭე რომელი ეს დამეხარე. ჩაირთო? ჩაირთო. ეს ტემპერატურა 25 გრადუსი არის. დეტექტორები ჩართული გვაქვს ორივეს და ვიწყებთ. ჩავდივართ პროჟექტორის განყოფილებაში. აქ წელიწადში. ხო. ამით ახლებაში ვარიგები ძალიან არასასიამოვნოა, თუმცა ეს ჩვენ საერთოდ ნიშნავს. ჩავიქცევთ. გვაქვს ორი დასასვლელი, რომელია პროჟექტურა, ორივეში შევიდეთ. ამ ოთახებიდან რომელიღაც პროჟექტურა არ შეიძლება მთლიანად იკავოს. პროჟექტურის მორგის შენობას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის მორგი, სხვა მოყოფილებაა. გზელიდერებია. მაგრამ პროჟექტურა სადღაც ახსნა. დეტექტორები ჩართული გვაქვს. ველოდებით პირველ სიგნალს. არ ვიცი ნამდვილად პროჟექტურის განყოფილებას. თემები არიან. უგონდეს. ნახოთ. სადღაც კარგად. ღამურები დაფრინავენ. პროჟექტურაში დროზე უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს ტრაპი. ტრაპი სადაც სისხლისადმია. შესაძლოა აქვს ეს იყოს გამოფილება, თუმცა აქ რო არის ნამდვილად ვიცით. და აუცილებლად უნდა ვიყავოთ პროჟექტურის გამოფილება. ვინაიდან ამ ოთახში ტრაპი არ სადიჩნევს. გადავინაცვლოთ შემდეგ ოთახში. ხო, მოგძებთ.
Umbrello color che è uscito, trova Tirs. C'è un nuovo Tirs, trovi. შესაძლოა რომ ის უკვე ამოსებული იყოს, თუმცა ნიშნები აუცილებლად უნდა იყოს იმის, რომ პროზექტურა იყო. აქეთ ხდება. ეს უკვე ასაშლელია. ეს აშკარად არის პროზექტურის ყოფილება. თუმცა ის კიდევ დასასრული ფონდა, რომელსაც შევამოწმებთ. ნაფერია. ის პროზექტურაც ახლოს არის მეგობრებო და ეს არის ასასვლელი, ამით ავდივართ ზემოთ, არ გვაწყობს ჩვენ ზემოთ ასვლა. კაი, წამო. შემოდეთასწორი. გაიჩიშა ჩავთოთ წინამის. და გავუთ მეორე ტელეფონს. და ვიმოძრავეთ ამ მიმართულებით. კი. ხოსნობა. შეხება კაბალანის. ისე. ისე გავედით. აფროდიტ მომენტი, მიმართულებით ვიმოძრავ. წინამში. წყალია. ხო. წყალია, მაგრამ თუ დავკვირდები, ზუსტად პროზექტურაა მგონი ეს ადგილი, ნახე? კი. არის აქ. კი. არის ასევე ესეთი მაკრატლებიც. კი ბატონო, პროზექტურის უშუალოდ პროზექტურაში იმყოფებით. სანდრა, თუ შეიძლება რომ აი ესეთი გადავიღოთ ინსტრუმენტები, რომელიც შემორჩენილია მაგიდაზე. აი ესეთი. კი ბატონო. რასაც ვამბობდი გამართლება. აგერ, სტენდი. კი ბატონო, ეს თვითონ საკაცე. უშუალოდ საკაცე გადავიღე. კი. თუ კარია ეს. ეს კარია. კარია? აი სტენდი, მეგობრებო. ხო. მორგში როგორი ვიცი არის ზუსტად ესეთი. პლუს სამშაბათო დაფამები და შემოჩენილი ინსტრუმენტები. სანდრა ახლა კარგად გადაიქცა. აგერ არის ფაქტი. მოდი. ზოგადად გადავიდე. შემოჩენილია, ნახე. ლოგოს ხედა. აი. ვინაიდან ჩვენ მოუსართულოზე ვიმყოფებით და აქ რა თქმა უნდა პალატები არ იქნება არც ერთ შემთხვევაში, ლოგიკურად ეს ადგილი სადაც ეს აღშენოთ არის პროექტი. სწორედ ამას ვეძებდით. მაგრამ რაოდენიმე დასაკვირიცა უნდა იყოს პროექტში აბსოლუტური მშვიდობა. ეს ნამდვილად დასაკვირვებელია, მაგრამ სიმართლეა. სანდრა. ბატონო. ეს ნამდვილად პროექტურა. კი ბატონო, ასეა. აგერ არის აი ეგრეთ წოდებული ეს რა კომინა მგონი. ხო. კი ბატონო. პროექტურის შენობა. გაყოფილება. კი. კარგი. წავედით.
ჩემი დეტექტორიც ჩუმად არის. ეგრეთ ვიცოდი. Თხილად. კარგი. ესე იგი ჩვენ მოვისართულე მთლიანად გამოვიკვლიეთ და აბსოლუტური სიწყნარია მათ შორის პროექტურაშიც კი. ეს ძალიან მაოცებს, მაგრამ ფაქტია. წარმოუდგენელია. ჩვენ გავით იქით. კი. და აქ არის ვიყავით. ისე გავიდეთ. უკან ბრუნდებით. ეს გამოვიარეთ. გამოვიარეთ ხო? კი. კაი. გამოვიარეთ აქეთი რო. ტემპერატურა რამდენია? 24. 24? უნდა დაეცეს კუთრად და უნდა დავიდეს მინუსებში. ეს არის უშუალოდ ხიათ მინუსია. კარგი, სწრაფად შემოვიაროთ, რომ შენობაში. ამის წინამძღვარი შენობაში დაფიქსირდა. ახლა შენობაში აბსოლუტური სიწყნარე ძალიან გასაგებია. ძალიან. ჯერჯერობით საოცარი ამბები ხდება და ნამდვილად სრული სიმშვიდე, სრული სიწყნარე. Януши набрал. Сюда тянут. Андახან კინოს გადავიხო. და? ჩანს კადრში კარგად განათებულია? კი. დავიჯერე ახლა. საავადმყოფოში. რაიმე შემთხვევას ადგილი არ ქონდა? Este chavilor tot incredibil. Să-l explicau în teritoriul. Ca să spune unde chivotom. Este ca să spune. Კი. Acolo e unde a fost. Este să spune. O, ai spune.
უნიტაზი რომელიც ნამდვილად კომუნისტების დროინდელი. შენობაში შეგახსენეთ ვეძებთ ხანძრის კვალს, რის შედეგადაც დაიღუპა პატარა ბავშვი და თვითმხილველების გადმოცემით და მათი განცხადების თანახმად ვეძებთ ბავშვს, რომელიც სართულებს შორის გადაადგილდება მისი მოჩვენება. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ დასტურდება, თუმცა დასკვნებისგან თავ შევიკავეთ. წითელი ღამეა და რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. კი. სულუფებიანი წერილი სანდრა. მე მგონი რომ მეორე სართულზე გავარკვიოთ რა ხდება, ვინაიდან პირველ სართულზე აბსოლუტური სიწყნარეა პროჟექტორის განყოფილების ჩათვლით, რაც წარმოუდგენელია. თუმცა ნამდვილად ეგრეა. ინტენსიური თერაპიის პალატა. ინტენსიური თერაპიის, ხო? კი. თუმცა 2009 წელი. ჩვენ 2020 წელს ვიყავით. კი, ჩვენ 2009 წელს ვიყავით. საინტერესოა, თუ ვიყავით მაგაზე დაბალ ერთხელ. სიმჯერებისთვის, ხო? კი, ლაბორატორია. Thank you.
ჯერჯერობით არაფერი არ შეიმჩნევა. არ ნერცრება. ველოდები დეტექტორები და ველოდები სინოს დეტექტორები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა სრულიად მოხმედით ყველაფერს. პირველი ფაზა არის დეტექტორები. გრაფიკის დეტექტორები. ასრაულობა. შემდეგ უკვე გადავალ მეორე ფაზაზე. მოგზაურობა. ამ დრომდე აბსოლუტური მშვიდობაა. საავადმყოფოში ყველაზე საინტერესო ადგილი სწორედ პალატები და პროვექტული შენობაა. საორდინატორო ქირურგები. Ostasami. Amis interesat am momatera. Das momatera. Interesat. Anare. Ibulida. Chideba. Chideba. Ke helmon boyda. Idemo se detektori. Okay. Thanks, sir. It's gone, Martin. Otkri saati valmis imuşşağı var amin. Tamam bari. Kio? Rodi? Любовь. Вот.
და ფერია. თუ ხარ ხო საკუთარ. თითქოს იყო. მე მიჭირავს დოქტორი. ხო. ეგ არა, ფანარი. რა სიძახი? არა, მაგის გამოვა. ამასა ვატუზე. როგორ? ვატუზე. აა. აი ფონაკე როგორ გამბაში. კი. აი ფონაკე ჩაიწვი ხო გამბაში. იგივე სტენდი როგორ შეიძლება. შილოა. ეს გადაიღე ხოლმე. კი. ორი დოქტორი ხოლმე. აი შესაძლოა. ამიტომ კი. ასეთი შვილი გაიმოახერხა ჯერჯერობით, ხო? სახში არა მოხმარდა. ნამდვილად. ჯერჯერობით, ხო? ეს უბრალოდ ეს ბალანსა. მომიჯო, ახლა ბალანსი. პროვოკაციის შესაძლებელი ადგილი. კი, ნორმально საფრთხე დაახმარება იქნება. ხოხერე. ნამდვილად. ბავშვთა განყოფილება. ეს უკვე საინტერესოა. საწოლი დღე 40 ლარი, კონსულტაცია 10 ლარი. ამბულატორიის მანიპულაცია. პაციენტის საყურადღებოდ ავადმყოფთა სამედიცინო მოსახურებისთვის თხოვთ ანგარიშის სწორება მოახდინოთ სალარიში და წარმატებით შესაბამისი ქვითარი ადმინისტრაციის. რა სამწუხაროა. ხარისაით დაინახავთ კიდევაც გაფორმებები. აი ახლა ძალიან საინტერესოა ისეთ რა მომენტი, რომ ბავშვთა განყოფილებაში ვარ. ხო და ამის კვალი ჯერჯერობით შენობაში არ შეინიშნება. თუმცა ჯერ ნახოთ. სწორედ ბავშვთა განყოფილება გვეწეს აქ რაიმე მსგავსი
შემთხვევით თუ მოხდა უნდა ვიპოვოთ ხანძრის კვალი და თუ ხანძრის კვალი ვიპოვეთ, ესე იგი გადამოცემით რაც ჩვენ ვიცით რომ ცეცხლში დაიწყო ალბომში ბავშვი მისი გამოყვანაც ვერ მოხერხდა, ესე ვიცით. სწორედ იმ ბავშვის დახინით გაიგესა. ცნობარი ტელეფონების ჩუნწევი არის? კი. ცნობარი გჭირდება. 2012 წლის მართლმადიდებლური კალენდარი. ცნობარი გჭირდება. რა ხდება? თორმეტი. კი, 2012. 2012 ბოლოს დიდი შემთხვევა. ეს კალენდარში შორის ნახეთ. და უკვე 12-იც ნახეთ. ესე იგი, რა ხდება? ამ ოთახში ჩვენ ვიპოვეთ ცნობარი. და რა თქმა უნდა, ავიღეთ ეს ცნობარი და გავაცნობით მოგვიანებით. საინტერესო არის თუ არა ის შემთხვევა ამ ცნობარში. შეყვანილი, რაც გადმოცემით ვიცით, რომ შენობაში ხანძარი იყო და შემდეგ ბავშვი დაიღუპა. წესების მიხედვით, თუ ყველაფერს დავალაგებთ, მაშინ ამ ცნობარში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეგ შემთხვევა. ნახოთ. ისევ არაფერი. ძალიან დაკვირვებული. ამას მოგიზაფინებ ხარეს შენობაზე გავხსოვდები მოწმენდი გამოცდილება. სწორედ ის შენიშნეს ეს ყველაფერი და ძირითად შენობაში აბსოლუტურად ვიყავით უკვე. კი. აქაც ვიყავით ანუ ჩვენ. ხო. ისტორია ამამია ყველაფერი რომ მოიჩინა. აი, თან შეიძლება რაღაცა მოიმონდა, მაგრამ ამაშენებს და კიდევ იმათ თუ დავიშვა